ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში პროექტ გიგანტური წიგნების მეორე ტომის წარდგენა გაიმართა. პროექტის ფარგლებში გაზეთ ივერიის 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს ივერიის ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნომრების მეორე კრებულია. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პროფესორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გრძელდება გიგანტური წიგნების პროექტი, რომლის ინიციატივაც წამოვიდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და რომელიც ხორციელდება ფონდი ქართულს მხარდაჭერით. ეს არის ილია ჭავჭავაძის ივერიის 1887 წლის ყველა გამოცემა. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიის რეკონსტრუქციისთვის. ეს რაღაც ერთგვარად ისტორიის ხელახალი დაბადებაც კი არის. შეზღუდული რაოდენობით იბეჭდება ეს ეგზემპლარები და საჩუქრად დაეგზავნება მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და ასევე ბიბლიოთეკებს. გამოიცა გაზეთ ივერიის 1887 წლის სრული კრებული, ჩვენ ვაგრძელებთ ამის გაგრძელებას. ალბათ აპრილში დაიბეჭდება მესამე ნაწილი. ჩვენი მიზანია ერთი მხრივ გაზეთების, ასე ვთქვათ, გაწმენდა, დიგიტალიზაცია და შემდეგ მისი ხელახალი დაბეჭდა, მეორე კიდევ მისი რეგიონებში დარიგება და გავრცელება. ძალიან საინტერესო კრებულის წარდგენას დავესწარი დღეს, ეს უკვე მეორე კრებულია. მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საქმეა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ბევრი ყავს ჩვენ ადამიანი, რომელიც მივა ბიბლიოთეკაში და ცალ-ცალკე ნომრების თვალიერებას ამ კითხვას დაიწყებს ივერიისას. სულ უფრო ნაკლები და ნაკლებია ასეთი ხალხი. ჩვენ ახლა გვეძლება საშუალება შარშანდელი 86 წლის, 1886 წლის, ახლა 1887 წლის მთელი კრებული ამხელა ფორმატით გამოიცა, რაც არის ჯერ ერთი უპირველესი საქმე ქართული ჟურნალისტიკის და მისი ისტორიით დაინტერესებული ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვინც მუშაობენ ჟურნალისტიკის ისტორიაში, ან იმუშავებენ მომავალში, ან ქართული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის თვალსაზრისით, ან თუნდაც ქართული ყოფითი საკითხების შესწავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა ხომ ყველა გაზეთში და მით უმეტეს ივერიაში, რომელიც დიდი ილიას რედაქტორობით გამოდიოდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმეა და მხოლოდ მივესალმოთ შეიძლება, არა მარტო მივესალმოთ, არამედ მომავლისთვისაც უსურვოთ დანარჩენი სხვა ნომრების ასევე გამოცემა, როგორც ეხლა გამოიცა. და რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ის და ალბათ ბუნებრივი, რომ წარდგინება ამ მეორე ტომისა შედგა აქ იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და სადაც იყო ივერიის რედაქცია. შეგახსენებთ, რომ პროექტი გიგანტური წიგნები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნოდარ დუგლაძის ინიციატივით 2025 წელს დაიწყო. პროექტი მე-19-20 საუკუნეების ქართული პერიოდიკის ხელახლა გამოცემას გულისხმობს. ორგანიზატორთა განმარტებით გათვალისწინებულია როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვა დაწესებულებებში დაცული ეგზემპლარების გაციფრება და ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა. ინიციატივა მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას. კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები ტარდება. ამჯერად ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. სააგენტოს წარმომადგენლები მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელთა უფლებების, მათი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ. ამ დროისთვის საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა 25 სკოლაში გაიმართა. საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვახორციელებთ საგანმანათლებლო ტრენინგებს საქართველოს სკოლებში, თბილისსა და რეგიონებში. ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები ახდენენ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის როგორც მომხმარებელს.
მომხმარებლებისთვის. კერძოდ აქ რამდენიმე საკითხი შეიძლება აქტუალური თემა შეიძლება გამოყოთ, ეს გახლავთ მომხმარებლის უფლებები პროდუქტის ან მომსახურების შეძენის დროს. ამ ქმედების შედეგად შესაძლოა იყოს რაღაც გარკვეული დარღვევები და დარღვევების შემთხვევაში რა ტიპის ქმედება უნდა განახორციელოს მომხმარებლებმა. ასევე კონკურენციის როლი რა არის ბაზრის განვითარების დროს და ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ მოსწავლეებს კონკურენციის კანონმდებლობის როლზე, რომელიც მომხმარებლის ინტერესის დაცვაში არის რეალურად ფიგურირებს. შესაბამისად, შეგვიძლია შევაჯამოთ 2025 და მიმდინარე 2026 წლის ჩვენი აქტივობა, სასწავლებლობითი ცენტრი აქტიურად არის ამ შეხვედრების ორგანიზებაში ჩართული მოსწავლეებთან. 25 წლის ბოლომს ჩვენ უკვე გვქონდა 25-მდე ჩატარებული შეხვედრა სკოლებში. ამ წლის სასწავლო წლის დასრულებამდე ჩვენ კიდევ გეგმავთ 20-ზე მეტი შეხვედრის ჩატარებას და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს აღნიშნული შეხვედრები და რაც ყველაზე მთავარი არის, ეს შეხვედრები ტარდება ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსწავლეებს აქვთ საშუალება, რომ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ყველა მათთვის აქტუალურ თემაზე. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სააგენტოში გასულ წელს 1500 განაცხადი და 5500 შეტყობინება შევიდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით განაცხადების 60% ეხებოდა ონლაინ ვაჭრობის ფაქტს, ხოლო 40% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. მომხმარებელს ჩვენთან მომართვა შეუძლია ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად შესაძლებელია სახეზე იყოს არასათანადო გარანტია, ან შესაძლებელია დისტანციური, ასე ვთქვათ, ონლაინ ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი შესაძლებელია იყოს ნაკლის მქონე და ასე შემდეგ და აი ამ შემთხვევებში არსებობს ჩვენი კუთხით გარკვეული ტიპის დანერგილი პრაქტიკა და ასევე საკანონმდებლო დანაწესით, რომლის ფარგლებშიც აქვს უფლება მომხმარებელს, რომ სრულად, ასე ვთქვათ, დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე შეაცვლევინოს, ასე ვთქვათ, დაზიანებული ნივთი მოვაჭრეს. გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, მომხმარებელს შეუძლია განცხადების საფუძველზე მოგმართოს, ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმია ცხელი ხაზით 15-20, რომელიც უკვე სრული დატვირთვით ავამუშავეთ 2024 წლიდან და მომხმარებელს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია არა მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, არამედ კონკურენციაზეც და ანტიდემპინგურ პოლიტიკაზეც. ამ მიმართულებითაც ძალიან გაზრდილია მომართვიანობა 2025 წელს დაახლოებით 5500 ზარი დაფიქსირდა და 5500 კონსულტაცია გავეცით. ახალი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მუდმივი ინტელექტუალური აქტივობა, მათ შორის წერა, კითხვა და უცხოენების შესწავლა, დემენციის განვითარების ალბათობას თითქმის 40%-ით ამცირებს. ამ საკითხზე ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები მუშაობდნენ. კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო. 8 წლის განმავლობაში მონაწილეები ავსებდნენ იმ კითხვარებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მათ გონებრივ აქტივობას აფასებდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მაღალი ინტელექტუალური აქტივობა ალცჰაიმერის დაავადების რისკს 38%-ით, ხოლო მსუბუქი კოგნიტური დარღვევების რისკს 36%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ინტელექტუალურად ყველაზე აქტიურ ადამიანებში ალცჰაიმერის დიაგნოსტირება საშუალოდ 94 წლის ასაკში ხდებოდა, რაც 5 წლით გვიანია, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ჯგუფში. მსუბუქი კოგნიტური დარღვევების განვითარების დაყოვნებამ კი 7 წელი შეადგინა.